ხო და ერთად ბატონ გიორგი თქვენი კითხვა როგორც გავიგე როგორი არის მზია ამაღლობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეხლა როგორც მოგეხსენებათ ცოტა ხნის წინ გამოვედი პენიტენციური დაწესებულებიდან და შემიძლია გითხრათ რომ პირველადი მდგომარეობის მზია ამაღლობის მდგომარეობა არის ნორმალური არის კონტაქტური საუბრობს შეუძლია ინფორმაციის მოწოდება ცხადია ეხლა მე საუბარი მაქვს მის ვიზუალურ მდგომარეობაზე და სამედიცინო თვალსაზრისით ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ამ ეტაპისთვის ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით არის მხოლოდ ძირითადად მონიტორინგი სამედიცინო თვალსაზრისით და ეს ინფორმაცია რაც ასე ვთქვათ პენიტენციური დაწესებულება ინახავს აღწერს არის გამოთხოვილი და ამას ერთად დღეს იმყოფებოდა სახელმწიფოს ეგიდით ექიმი რომელმაც გარკვეული მონიტორინგი განახორციელა და პირველადი ინფორმაცია ასე თქვა ჩვენ გვექნება უახლოეს დღეებში იმ სამედიცინო ჩანაწერებით რომელსაც გავეცნობით მაგრამ ჩვენთვის ახლა პირველადი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ რომ მდგომარეობა არის ნორმალური მიუხედავად იმისა რომ 16 დღეა შიმშილობს და ცხადია ახლა ორგანიზმში მიმდინარე პროცესები არ იქნება ისეთი ნორმალური ვითარების როგორც არის სხვა ნორმალურ ცხოვრებაში ადამიანის თვის დამახასიათებელი, მაგრამ თვითონ მზია ამაღლობის გადაწყვეტილება არის, რომ აგრძელებს ის შიმშილობას მანამ სანამ ორგანიზმი ამის შესაძლებლობას მისცემს და ამ პროცესებთან მიმართებით მას აქვს ღიად გაცხადებული, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომ ეს შიმშილობა არის მისი გადაწყვეტილება და ამ პროცესს გააგრძელებს მანამ სანამ რესურსი მას მისცემს და ცხადია ჩვენ ამ პროცესში ადვოკატებს არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ და ვინაიდან ახლა ადამიანი ამ გადაწყვეტილებას იღებს, ჩვენს გვიწევს მის ამ გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. კი ბატონო, ბატონ გიორგი, დაახლოებით რამდენჯერ ხდება მედიკოსების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება დღის განმავლობაში თუ მოიკვლიეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ანუ რამდენად არის ის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ? მე ამასთან დაკავშირებით მქონდა მასთან საუბარი დეტალურად, როგორც მან აღწერა, საკანში არის, ასე ვთქვათ, ვიდეო კამერა განთავსებული, რომელიც არის რომლის საშუალებითაც არის ზედამხედველობის ქვეშ, ექიმების პერიოდულად, ასე ვთქვათ, აკვირდებიან იმის მდგომარეობას ადგილზე მონახულებით, გარკვეული პერიოდულობით შედიან მასთან, აღწერენ მდგომარეობას, მის, ასე ვთქვათ, ბაზისურ მონაცემებს, როგორც არის წნევა, გულის პულსი და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია ინახება სამედიცინო ჩანაწერის სპეციალურ წიგნში და ამასთან დაკავშირებით მისი მხრიდან რაიმე პრეტენზია გამოთქმული ან დაფიქსირებული არ ყოფილა. ბატონ გიორგი, რაც შეეხება თავად პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების დამოკიდებულებას, მოპყრობას გულისხმობ, რა პირობებშია ის ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ, რამდენად არის შესაბამისი პირობები პატიმრისთვის შექმნილი, როგორც დამოკიდებულების კუთხით, ასევე საკანსაც გულისხმობ. კი ბატონო. მე შემიძლია გითხრათ მისი, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა საუბარი, მას არანაირი პრეტენზია არ აქვს ციხის ადმინისტრაციას მიმართებით, არ გამოთქვავს მოპყრობასთან დაკავშირებით ან ქცევასთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის რაიმე პრეტენზიას, არის რაღაც ტექნიკური საკითხები, რომელზეც აქვს მას ასე ვთქვათ მოთხოვნა და ამის შესახებ ის აუცილებლად მიმართავს ციხის ადმინისტრაციას. მაგრამ პრეტენზიის საჩივრის კომპონენტში მისი მხრიდან პოზიცია არ არის გაჟღერებული. ერთადერთი საკითხი, რაზეც ის წუხს და აპირებს ამ საკითხის გადაწყვეტისთვის მიმართოს ციხის ადმინისტრაციას, არის საინფორმაციო საშუალებებთან წვდომა, ანუ მარტივად რო ვთქვათ, ტელევიზორის საშუალებით ის ვერ უყურებს ბევრ ქართულ არხს და საინფორმაციო, ასე ვთქვათ, რესურსი ამ კუთხით არ არის ვრცელი, რისი შესაძლებლობა ტექნიკურად წესით უნდა ქონდეს ციხის ადმინისტრაციას, მაგრამ როგორც მან თქვა, ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტისთვის ექნება კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციას და მოითხოვს მის მოგვარებას უახლოეს დღეებში. კი ბატონო, რაც შეეხება მოპყრობას, ბატონ გიორგი, ანუ როგორ ექცევიან მას, ხომ არა აქვს რამე არ ვიცი, ან რაღაცა შეურაცხყოფას, ან რამე მსგავს კი ბატონო, ამ საკითხზეც იყო საუბარი, არავითარი პრეტენზია არ აქვს, არის აბსოლუტურად თulis რომ ყველა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვინც მის ზედამხედველობას ახორციელებენ, ან მასთან უწევთ კომუნიკაცია, თulis რომ არის
ასე ვთქვათ, ნორმალური დამოკიდებულება, ცივილური, არავითარი პრეტენზია მასთან ამ საკითხით და ზოგადად ციხის დადგენასთან დაკავშირებით მას არ აქვს. კი ბატონო და ერთსაც დავაბზუსტებ ბატონ გიორგი ის ამ შიმშილობის პარალელურად რაღაც შესაბამისი ტიპის დანამატებს იღებს თუ არის მხოლოდ წყალზე ანუ ეს დეტალებიც რომ არავითარ დანამატს არ იღებს მხოლოდ წყალს ასე ვთქვათ ვიტამინებითი დანამატი რაც შეიძლება ასე დროს მოშიმშილებს დაენიშნოს ან მიიღოს ამაზეც უარს აცხადებს და არის აბსოლუტურად მხოლოდ წყლის დახმარებით და იღებს მხოლოდ წყალს. კი ბატონო და მისი ეს გადაწყვეტილება არის ძალიან პრინციპული, ხო, მიუხედავად მისი კოლეგების თხოვნისაც, რომ შეეწყვიტა მას რაღაც შიმშილობა მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. დღევანდელი ჩემი შეხვედრის კი ბატონო, დღევანდელი ჩემი შეხვედრის ერთი ნაწილი შეეხებოდა იმასაც, რომ გადამეცა მისი ოჯახის წევრების, მეგობრების, თანამშრომლების და თუნდაც ადვოკატების თხოვნაც შიმშილობასთან შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი გადაწყვეტილება არის პრინციპული, უცვლელი და ამ საკითხის განხილვას სიმართლე რო გითხრათ, აღარ აპირებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც ამ მოთხოვნით მას მიმართავს. თulis რომ ეს არის მისი გადაწყვეტილება, ეს არის მისი ბრძოლის საშუალება, შესაძლებლობა და მან ეს გზა უნდა გაიაროს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი იმისთვის რომ მოგვაწოდეთ ინფორმაცია. გიორგი ხიმშიაშვილი, მზია ამაღლობლის ადვოკატი